ამერიკა-ირანის კონფლიქტის ახალი ფაზა. ქმნის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს აზიურ ვერსიას. ახალი ოპოზიციური ძალა ისრაელში. თავდება თუ არა ნეტანიაჰუს ეპოპეა. ანვარ სადათი. ეგვიპტის მესამე პრეზიდენტზე ვისაუბრებთ ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ ამერიკასა და ირანს შორის საომარი მოქმედებები განახლდა. ურთიერთობის გამწვავებას მხარეები ერთმანეთს აბრალებს. ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ გადაკეტა და იმ გემებს შეუტია, რომლებიც ბლოკადის გარღვევას შეეცადნენ. შედეგად ერთი ტანკერი დაზიანდა და მეორე ჩაიძირა. დაიღუპნენ მეზღვაურები. ამერიკული შეიარაღებული ძალები ირანის სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას ბომბავს. შტატებმა ზღვის ბლოკადა დაიწყო. ირანმა თავის მხრივ შეტევა მიიტანა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, მოკლედ ვითარება სწრაფად იზრდება. პაკისტანი და კატარი კვლავ ცდილობს ამერიკისა და ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას. როგორც ამერიკის პრესა იუწყება, რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა უკვე შედგა. ექსპერტთა აზრით, მოლაპარაკებები და საომარი მოქმედებები ერთი გეგმის ნაწილია. შეხვედრებში უპირატესობის მოსაპოვებლად მხარეები ცდილობს ერთმანეთზე ზეწოლა მოახდინოს. ნათქვამია, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ განსხვავებული საშუალებებითო. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ჩანს, თავის თავდაპირველ გეგმას არ ღალატობს. ანუ ისე იპოვოს თეირანის კაპიტულაციის გზა, რომ ვიეტნამის, ერაყის და ავღანეთის მსგავს გაჭიანურებულ კამპანიაში არ ჩაეფლოს. ბოლო დღეებში გამოკვეთილი ამერიკული საომარი სტრატეგია ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის კომბინაციას ეფუძნება. ირანის სამხედრო პოტენციალის შესუსტება და ირანისთვის მსოფლიოს ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ არტერიაზე, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის ჩამორთმევა. გარდა ამისა, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ მოითხოვს თეირანისგან აიღოს ვალდებულება, რომ აღარ დაესხმება თავს სავაჭრო გემებს და განაცხადოს, რომ სრუტეში გამავალი ყველა საზღვაო მარშრუტი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ღიაა, თუმცა, როგორც ჩანს, ირანელები არ ჩქარობენ ამერიკის მოთხოვნის სერიოზულად აღქმას, მით უმეტეს მათ შესრულებას. ტრამპის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ ხანგრძლივი საზღვაო ბლოკადა, რომელიც ირანს ხელს შეუშლის ჰორმუზის სრუტის როგორც ზეწოლის საშუალების გამოყენებაში, დააზიანებს ირანის ეკონომიკას და ძირს გამოუთხრის ირანულ რეჟიმს. მათ მიაჩნიათ, რომ შემოსავლების ხანგრძლივი შემცირება ირანის სამხედრო პოტენციალის თანდათანობით ამოწურვასთან ერთად უფრო სერიოზულ შიდა ზეწოლას შექმნის, ვიდრე დარტყმების კიდევ ერთი ხანმოკლე გაცვლა. საქმე ისაა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა არა მარტო ირანს, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოს აზიანებს. ჰორმუზის სრუტე სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილია, რომელსაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამ სრუტის გავლით გადააქვთ ტანკერებს ნავთობი, რომელსაც სპარსეთის ყურეში მოიპოვებენ. სპარსეთის ყური ზოგიერთი ქვეყანა უიმედოდ უყურებს ჰორმუზის სრუტის გახსნას და ენერგორესურსების ექსპორტის ალტერნატიულ გზებს ეძებს. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი პორტისა და კონტეინერების ტერმინალის აშენებას აპირებს, რაც ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კონფლიქტის ორივე მხარეზე ზეწოლას ცდილობს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნას. სამხრეთ კორეა ნატოსთან ურთიერთობას აფართოებს, რაც
პრეზიდენტმა ლი ჯემიონგმა პირდაპირ თქვა ალიანსის ანკარის სამიტზე. შეკრებას ის მეგობრის სტატუსით ესწრებოდა. სამიტის პირველი დღის ფორუმი ნატოს თავდაცვის ინდუსტრიაზე მსჯელობას მიეძღვნა, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობათა და მათი თავდაცვისა და ფინანსური სექტორების 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სწორედ ამ შეკრებაზე წარადგინა თავისი ინიციატივა სახელწოდებით ნატო სამხრეთ კორეის თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის ნატოსთან თანამშრომლობა აღარ შეესაბამება ახალ რეალობას, ამიტომ ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ კორეის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ნატოს სამხედრო სისტემასთან. ასევე ითქვა, რომ უკვე მუშაობს ნატოსთან დაკავშირებული არაერთი პროგრამა. მაგალითად, სამხრეთ კორეა ნატოს ერთობლივი საწარმოები, რომელიც რაკეტებს, ჭურვებსა და ტყვია-წამალს ამზადებს. მომავალი პროგრამები შეეხება ერთობლივ კვლევებსა და მოწინავე ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო სისტემებს, რობოტებსა და კოსმოსის სფეროს. დღეს ომები აღარ მიმდინარეობს მხოლოდ ბრძოლის ველზე. ეროვნული უსაფრთხოების ფრონტის ხაზები კვლევით ლაბორატორიებზე გადის, სადაც იარაღის მწარმოებელ ქარხნებში უახლესი ტექნოლოგიები ინერგება, თქვა ლი ჯემიონგმა. სამხრეთ კორეის ასეთი გააქტიურება ამ მიმართულებით არ არის გასაკვირი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროპის ქვეყნებამ მკვეთრად გაზარდა იარაღის შეზყიდვები. მხოლოდ 2025 წელს ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ევროპასა და კანადაში თავდაცვაში დაახლოებით 574 მილიარდი დოლარი ჩადეს და იარაღის იმპორტი 153%-ით გაზარდეს. ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომბინირებულ ხარჯებს თანდათან გაზრდიან მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე, რამაც სამხრეთ კორეა ევროპისთვის იარაღის ერთ-ერთ უდიდეს გარე მიმწოდებლად აქცია. სამხრეთ კორეის K2 ტანკები, K9 თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და K219 ჩუმნუ მრავლობითი სარაკეტო სისტემები და სხვა აღჭურვილობა ფართოდ განლაგდა ნატოს ქვეყნებში. ამ ტენდენციის ყველაზე აშკარა მაგალითია პოლონეთი, რომელმაც სეულთან დაახლოებით 13 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, მრავლობითი სარაკეტო სისტემებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ. ამგვარად, სეულს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც ალიანსის ქვეყნებისთვის იარაღის ერთ-ერთმა მთავარმა მიმწოდებელმა. ასეთი გარიგებები აჩვენებს, რომ სამხრეთ კორეა თანდათან იმკვიდრებს თავს, როგორც იარაღის წამყვანი ექსპორტიორი მსოფლიოში და რომ ნატოსთან თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წონასაც იძენს. ეს რა შეეხება თანამშრომლობის დადებით მხარეს. არსებობს უარყოფითი მხარეც და ესაა ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის რეაქცია. ეს სამი ქვეყანა სამხრეთ კორეის ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მათი უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად მიიჩნევს. შესაბამისად, მათი რეაქცია მწვავედ ნეგატიურია. ჩინეთი და რუსეთი ნატოს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას აზიელ პარტნიორებზე დასავლეთის გავლენის გაფართოების პოლიტიკის ნაწილად და მათი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს. ისინი აცხადებენ, რომ ალიანსმა გადააჭარბა თავის რეგიონულ ზღვრებს და აზიაზე ბლოკური აზროვნების პროექცირებას ცდილობს. გარდა ამისა, რუსეთმა არაერთხელ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის მიმართ სამხრეთ კორეის სამხედრო მხარდაჭერაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მიერ
კიევისთვის იარაღის ნებისმიერმა პირდაპირმა ან ირიბმა მიწოდებამ შესაძლოა სამუდამოდ დახუროს კარი კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეამ არა პირდაპირ უკრაინას მრავალჯერ მიაწოდა იარაღი, ამიტომ რუსეთმა სამხრეთ კორეა არა მეგობრული ქვეყნების სიაში შეიტანა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის პოზიციას, რომელმაც სამხრეთ კორეა ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა, ის ჩინეთის აზრს იზიარებს, რომ ამერიკა ნატოს აზიურ ვერსიას ქმნის. საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ რიტორიკას აძლიერებს. უკვე ცნობილია, რომ ისრაელში მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება. 1988 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის პარლამენტი თავის უფლებამოსილების ვადას ბოლომდე მიიტანს. მანამდე თითქმის 3 ათეული წლის მანძილზე სულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. ისრაელის მოსახლეობა იმდენად შეეჩვია ხშირ არჩევნებს, რომ ამაში უკვე უცნაურს ვეღარაფერს ხედავს და მაინც ახლანდელი ვითარება დიდად განსხვავდება წინა წლების მდგომარეობისგან. ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება თავისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს ხანაში. ამიტომაა, რომ მომავალი საარჩევნო კამპანია არა მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არამედ ეროვნული დონის მსჯელობა იქნება იმის შესახებ, თუ როგორი ისრაელის ნახვა სურს ებრაელ ხალხს უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ძნელი არჩევანი იქნება გასაკეთებელი ბენიამინ ნეტანიაჰუს შფოთიან მმართველობასა და მომავალ ლიდერს შორის, ვინც შესაძლოა მშვიდობა მოუტანოს ქვეყანას. დღეს ისრაელის მოსახლეობას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს. თუ ადრე მთავარი საარჩევნო თემები, ფასები, ეკონომიკა, გადასახადები ან რელიგიურ და საერო თემებს შორის ურთიერთობა იყო, ახლა წინა პლანზე უსაფრთხოების, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ეროვნული ერთიანობის საკითხები წამოიწია. რატომ წარმოიშვა ისრაელში უსაფრთხოების ასეთი კრიზისი? რა დასკვნები უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? როგორ შეიძლება შეიცვალოს ქვეყნის მართვის სისტემა? ვის უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე? ამ კითხვების გაჩენასა და კრიზისს ქვეყანაში ბევრი ისრაელის ახლანდელ ლიდერს ბენიამინ ნეტანიაჰუს აბრალებს. ამიტომ მომავალი არჩევნები მისთვის და მისი მმართველობისთვის უდიდესი გამოცდა იქნება. ბიბის კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ისიცაა, რომ ამორჩეველი მისგან დაიღალა. რაც შეეხება ოპოზიციას, ის იმდენად უფერული იყო, რომ ნეტანიაჰუს განაღწებული ჰქონდა მოგება, მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსი გამოჩნდა, რომელსაც ამბობენ ნეტანიაჰუს დამარცხება შეუძლია. ესაა ცნობილი გენერალი გადი აიზენკოტი, რომელიც ხალხშიც პოპულარულია და არმიაშიც ავტორიტეტით სარგებლობს. 2015-19 წლებში ის გენშტაბის უფროსი იყო. მერე პოლიტიკაში მოსინჯა თავი, იყო კნესეტის წევრი და ოპოზიციის ლიდერის ბენი განცის ბანაკის პოლიტიკოსი. ის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ მოექცა. რეზერვში გასული აიზენკოტი და მისი შვილი ჯარში დაბრუნდნენ და ჰამასთან ომში ჩაებნენ. ბიჭი ღაზაში საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპა. გადი აიზენკოტი ისე როგორც გენერლების უმრავლესობა კრიზისის განვითარებას ნეტანიაჰუს აბრალებს. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ქვეყანა ისტორიულ კრიზისამდე მიიყვანა და რომელიც დღე და ღამე საზოგადოების გაყოფასა და შუღლის გაღვივებაზე მუშაობს და ყველანაირად ახალისებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას, არ იმსახურებს ამ ხალხის მხარდაჭერას და მით უმეტეს არ აქვს უფლება ერთიანობაზე მორალი გვიკითხოსო, განაცხადა აიზენკოტმა. 2025 წლის ბოლოს მან
ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსება გადაწყვიტა. მისი პარტია იაშარი ისრაელის მოსახლეობაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს პარტია ბევრი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით არის ცენტრისტულ კონსერვატული. ბოლო მონაცემებით პარტია იაშარი ოდნავ უსწრებს ნეტანიაჰუს პარტიას, მაგრამ აიზენკოტის გარემოცვა ზეიმისგან თავს იკავებს, რადგან მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია და ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი. მართველი პარტია ლიკუდი აიზენკოტის წინააღმდეგ ნეგატიურ კამპანიას ამზადებს, რომელიც დიდად არ განსხვავდება განცის, ლაპიდისა და სხვების წინააღმდეგ წარსულში დაწყებული ნეგატიური კამპანიებისგან. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი წარმოდგენილი იქნება როგორც მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელიც თითქოს მზადაა არაბული პარტიების დახმარებით მთავრობა ჩამოაყალიბოს და პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პროცესი განაახლოს. დაარწმუნებენ ამაში მოსახლეობას თუ ვერა, ჯერ კიდევ გასარკვევია. თავად აიზენკოტი გამარჯვების შემთხვევაში თავის გეგმებზე ძალიან ცოტას და ზოგად ტონში საუბრობს. შესაძლოა სწორედ ასეთი სტილი აძლიერებს მის პოზიციას. ეგვიპტის მესამე პრეზიდენტი ანვარ სადათი გასული საუკუნის 70-იან წლებში მართავდა ქვეყანას. ის დღემდე მიჩნეულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ფიგურად. ზოგი მას ეგვიპტის მოღალატედ და ამერიკის მარიონეტად, ზოგი კი გმირად და ქვეყნის პატრიოტად მოიხსენიებს. ნამდვილი პარადოქსია. არაბული სამყაროს მაშინდელი უძლიერესი ლიდერი ანვარ სადათი წმინდა სისხლის ეგვიპტელი არ იყო. მამამისი სუდანური წარმოშობის მოხელე გახლდათ. ანვარ სადათმა უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღო. სასწავლებელში ეგვიპტის მომავალ პრეზიდენტს გამალ აბდელ ნასერს დაუახლოვდა. არსებობს მოარული აზრი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სადათი ნაცისტური გერმანიის აგენტი იყო. მას მიაჩნდა, რომ ეგვიპტეს ბრიტანული იმპერიალიზმისგან თავის დაღწევაში ნაცისტური გერმანია დაეხმარებოდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ანვარ სადათი ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის ვიწრო წრეში მოხვდა, რამაც მისი კარიერული აღმასვლა დააჩქარა. ნასერის პრეზიდენტობის დროს სადათი მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ხოლმე. ბოლოს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. 1970 წელს გამალ აბდელ ნასერი გულის შეტევით გარდაიცვალა და ანვარ სადათი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სადათმა მისი წინამორბედისგან განსხვავებით პან-არაბიზმისა და არაბული სოციალიზმის იდეებისგან დაშორება დაიწყო. დაუყოვნებლად მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტი და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გამოცხადდა. 1973 წელს ისრაელს თავს ეგვიპტეს სირიის კოალიცია დაესხა, რითაც იომ-ქიფურის ცნობილი ომი დაიწყო. სადათის მიზანი 1967 წლის არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის დროს დაკარგული არაბული მიწების დაბრუნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა პირველი დღის მძიმე დანაკარგების შემდეგ ომის თავის სასარგებლო ჩემობრუნება მოახერხა, ანვარ სადათი მაინც კმაყოფილი იყო ომის შედეგით, რადგან პირველად ისტორიაში არაბულმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ისრაელის არმიას და ეჭვქვეშ დააყენა მისი უძლეველობა. მაგრამ იომ-ქიფურის ომმა ეგვიპტე დიდად გამოფიტა. ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ უმკლავდებოდა სამხედრო ხარჯებს. სურსათისა და აუცილებელი საქონლის ფასების ზრდა შიდა კონფლიქტს აღვივებდა. მხოლოდ დასავლურ ინვესტიციებს შეეძლო ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. ინვესტიციების მოსაზიდად კი ეგვიპტეს მშვიდობა და სტაბილურობა ჭირდებოდა. ამიტომ ანვარ სადათმა ისრაელთან შერიგება გადაწყვიტა. 1977 წლის ნოემბერში ის იერუსალიმში ჩავიდა ჯერ მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთ წმინდა ადგილს ალ
აქსას მეჩეთს ეწვია და მოილოსა. შემდეგ ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდა და კნესეთში სიტყვით გამოვიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი საპასუხო ვიზიტით ჩავიდა ეგვიპტეში, თუმცა მოლაპარაკება მძიმედ წავიდა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ორივე ლიდერი კემპ-დეივიდში მიიწვია. 1978 წლის სექტემბერში კემპ-დეივიდის სამიტზე ჯიმი კარტერის ხელმძღვანელობით პრეზიდენტმა სადათმა და პრემიერმა ბეგინმა მშვიდობისა და მეგობრობის ზავი დადეს, რომლითაც სინაის ნახევარკუნძული ეგვიპტეს დაუბრუნდებოდა. იმავე წელს ანვარ სადათი და მენახემ ბეგინი დადებული საზავო ხელშეკრულებისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები გახდნენ. ისრაელ-ეგვიპტის ისტორიული შეთანხმება ნამდვილი დიპლომატიური რევოლუცია იყო. პირველად განხორციელდა მშვიდობის ტერიტორიაზე გაცვლის პრინციპი. შეთანხმების წყალობით ეგვიპტემ მშვიდობიანად დაიბრუნა კონტროლი სინას ნახევარკუნძულსა და სუეცის არხის ორივე სანაპიროზე, რაც ეგვიპტისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიღწევა იყო. თუმცა ისლამურმა სამყარომ სადათ ბეგინის შეთანხმება ღალატად აღიქვა, რადგან ამ დოკუმენტით ეგვიპტე ისრაელის სახელმწიფოს არსებობას აღიარებდა. აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის ეროვნული ინტერესები პან-არაბიზმის იდეოლოგიას დაეჯახა. სადათმა პან-არაბიზმს თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა ამჯობინა. სადათის აქციელმა მთელი არაბული სამყარო აღაშფოთა. ეგვიპტე არაბული ქვეყნების ლიგიდან გარიცხეს. არაბული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყანამ ომანის გარდა ეგვიპტესთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საბჭოთა კავშირმა ანვარ სადათი სასტიკად გაკიცხა. ქვეყნის შიგნითაც გაჩნდა არასტაბილურობის კერები, რომელსაც რადიკალური ისლამის მიმდევრები ქმნიდნენ. ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურმა კარგად იცოდა ქვეყანაში მუსლიმური საძმოს მზარდი აქტივობის ამბავი. რადიკალები არ მალავდნენ, რომ ანვარ სადათი მოღალატედ მიაჩნდათ და მის განადგურებას ლამობდნენ, მაგრამ ანვარ სადათს არაფრის არ ეშინოდა. მას არმიის მისდამი ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებოდა, რაც სადათის უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ისლამურმა რადიკალიზმმა ეგვიპტის არმიაშიც შეაღწია. 1991 წლის 6 ოქტომბერს ქაიროში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც სადათთან ერთად მთელი მთავრობა ესწრებოდა. აღლუმი რომ მთავრდებოდა, ერთ-ერთი სამხედრო მანქანიდან ჯარისკაცები გადმოხვდნენ და პრეზიდენტს ცეცხლი გაუხსნეს. 10 ადამიანი მოკლეს, დაახლოებით 30 კი დაიჭრა. დაჭრილებს შორის ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი იყო. თავდასხმელებს გაქცევა არც კი უცდიათ. შეთქმულების მეთაურმა წამოიძახა, მე ფარაონი მოვკალი და სიკვდილის არ მეშინია. პრეზიდენტის დაცვის წევრებმა საბოლოოდ ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელები დააკავეს. სასიკვდილოდ დაჭრილი ანვარ სადათი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ შეთქმულების თითქმის ყველა მონაწილეს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ანვარ სადათის დაღუპვა მსოფლიომ დიდი მწუხარებით და ზოგმა ისლამურმა სახელმწიფომ დიდი სიხარულით მიიღო. სირიის მთავარი გაზეთი ასეთი სათაურით გამოვიდა: ეგვიპტეში დღეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მოღალატე მოკლეს. ირანში ჰამეინის განკარგულებით თეირანის ერთ-ერთ ქუჩას სადათის მკვლელის სახელი მიანიჭეს. სადათის დაკრძალვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რეკორდული რაოდენობის ადამიანი დაესწრო, მათ შორის ამერიკელი პრეზიდენტები რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი და ჯიმი კარტერი, რაც იშვიათი მოვლენა იყო. არაბული სამყაროს ლიდერებმა უარი თქვეს დაკრძალვაში მონაწილეობაზე. სამგლოვიარო ცერემონიას მხოლოდ სუდანის პრეზიდენტი ჯაფარ ნიმეირი დაესწრო, რითაც პატივი მიაგო სუდანური წარმოშობის არაბ ლიდერს. ანვარ სადათი ქაიროში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ახლოს დაკრძალეს. მის საფლავზე ასეთი წარწერაა: მუჰამედ ანვარ სადათი, ომისა და მშვიდობის გმირი.
დღეს აქ შევჩერდები, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ, მე ნუგზა რუხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.